ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის პროექტის პრეზენტაცია დღეს ახალციხეში გაიმართა. რეგიონის განვითარების გეგმა ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააცნო. ჩემი დავალებით თვეების განმავლობაში მუშაობდა რამდენიმე სამინისტრო ამ პროექტზე. ჩვენ სრულად შევისწავლთ, დეტალურად შევისწავლთ რეგიონებში არსებული პოტენციალი, არსებული რესურსების მარაგები და ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ყველა რეგიონში. დავამუშავეთ, ეს იქნება ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სხვა ის წარმოების გაკეთება შეგვიძლია. და მიმაჩნია, რომ ჩვენ დღეს მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ რეგიონების განვითარება. რეალურად დავიწყოთ რეალური საქმეების კეთება, იმისთვის, რომ რეგიონი გახდეს ძლიერი. პრემიერმა ბიზნესმენებს სასურველი ბიზნეს პროექტების განხორციელებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მეწარმეებს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებით შეხვდნენ. ძალიან მდიდარია საქართველო თავისი რესურსებით და ეს რესურსები მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი რაიონების, ქალაქების, რეგიონების სიძლიერე ეს არის ძლიერი საქართველო. ამიტომ მთავრობა ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნეს განვითარებისთვის. აქ მოწვეულები არიან კერძო სექტორიდან ბიზნესმენები, რომლებთაც უკვე წარედგინებათ ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს და ჩვენი სამინისტროს კუთხიდან ეს იქნება ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ამ რეგიონში მოიპოვება. ეს შეეხება როგორც იმ დაძიებულ, უკვე დაძიებულ მარაგებს, ასევე იმ პოტენციურ საპროგნოზო მარაგებს, რომლებიც ამ რეგიონში არის განთავსებული. რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის სამ ძირითად მიმართულებას გაესვა ხაზი. ეს არის მეწარმეობა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ამ სამ სფეროს განსაკუთრებული ხელშეწყობა ელოდება შეხვედრას დაესწრენ როგორც ადგილობრივი ისე ქალაქიდან ჩამოსული ბიზნესმენები, რომელთაც აქვს დაინტერესება ჩვენს რეგიონში, ასევე საუბარი იყო ჩვენს რაიონზეც, განსაკუთრებით ვიცე-პრემიერმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ის ძალიან დიდი პროექტის დასაწყისი, რაც შეეხება ოლიმპიური დონის ბიატლონის ტრასის მშენებლობას თავისი ინფრასტრუქტურით. შეხვედრის მეორე ნაწილში მთავრობის წარმომადგენლებმა მეწარმეების შეკითხვებს უპასუხეს. აქცენტები გაგენდა იმ პრობლემებზე, რაც რეგიონში დგას რა. საინტერესოა და ბიზნესმენებს ძალიან საჭიროა, რომ რაღაც პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება რა აუცილებლად. დაისახა რეგიონში განსაკუთრებული ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების მიმართულებები და პერსპექტივები. კონკრეტულად შეკითხვები ჰქონდათ ბიზნესმენებს რაღაც თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერი პირადად ჩაერთო და დაავალა კონკრეტულ სამინისტროს პრობლემის აღუხრა. პროექტის ფარგლებში პრემიერი ყველა რეგიონში ჩასვლას და პრეზენტაციების გამართვას გეგმავს.